მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით საბერძნეთის ვლოგით. დღეს არის 14 სექტემბერი და ჩვენ ახლა ვემზადებით იმისთვის, რომ შევცუროთ ზღვაში. რა კაია. შენ ჯდები? აუ, მეც დავსვავ. კაკი. აქ გავჩერდით, ჩავიდნენ ახლა წყალში, უნდა გაიწყუმბალავონ. მე არ მინდა და ჩასულდეთ დავჭი. გავირუჯები. პლატფორმაშია. ეს რაღაც ახალი მოწყობილობა უყიდა გიომ. და იმის მერე წყლიდან აღარ ამოდის. აუ, ნახეთ რა მაგარი ადგილია. გავჩერდით მეგობრებო. ძალიან ლამაზ ადგილას გავჩერდით თან. ნახეთ, არ ვიცი საერთოდ რამდენად ჩანს. წყლის ფერს შეხედეთ. აი ესეთი ბაწაწუნა კუნძულივითა. ლამაზესია. თბილი წყალია, მაგრამ ნიავი რო უბერავს, მაინც მცივა რაღაცნაირად. ძალიან ლამაზი ფოტოები გადავიღეთ. მე ნახეთ ჩემს ინსტაგრამზე და ახლა მივიდივარ შემდეგ ლოკაციაზე. შემდეგ ლოკაციაზე მოვედით, ნახეთ, ეს კიდევ უფრო ლამაზია. ნახეთ, რა ფერებია. ბრუნდები გოგან. დავბრუნდით, ძალიან მივირთვით და ახლა ჩამოვედით სანაპიროზე. დაახლოებით 5 საათია. როგორც ვთქვით, 75 დღიანი ჩელენჯს ვაკეთებ და რა თქმა უნდა, აქაც ვაკეთებ მაგ ჩელენჯს, ამიტომ წამოღებული მაქვს მეორე ტელეფონიც, რომელთაც ვიმუშავებ. მოსაღამოვდა და გამოვედით ახლა ღამის ნიკიტიში, ძალიან ბევრი მაცვია. საღამოობით ძალიან ცივა ხოლმე და თან პლუს კიდე პატას ჟაკეტი გვაქვს წამოღებული, რომ ამაში თუ შემცირდება, იმასაც ჩავცვამ. გოგო, ჩაიცვა წინასწარ. არ მცია, просто ხელით არევა მეზარევა. მოდი ბალარა. რაც ჩამოვედით იმის მერე, მინდა შემწყარი სიმინდი. ან თუნდაც მოხარშული, ორივენაირი ძალიან მიყვარს და ვერა ის ქენი ვიყიდე ხალხო. ეხლა ქეში წამოვიდეთ, მაგრამ ის კაცი არ დგას, რომელიც აკეთებს ხოლმე. ჩემი და სიმინდის ურთიერთობა ვერ შედგა რა. აი აქ მუშაობს გიო. ეხლა სამსახურში აიქით გიროებს აკეთებს და რომ მოხვდებით, იცოდეთ, რომ ყველაზე მაგარ პორციებს და ყველაზე გემრიელ გიროებს მართლა აქ აკეთებენ. ესე იგი, თეფშზე გაშლილი გიროც მოგვიტანეს ჩვეულებრივ პიტაში გადახვეულით და იმ ხელა პორციებია, აი ფიზიკურად ბოლომდე ვერ გახვალ. ამიტომ ვინც ჭამის მოყვარულები ხართ, ეს ადგილი აუცილებლად დაიმახსოვრეთ. ვიპოვეთ, აქეთ ხარესაც ყოფილა. ერთ ქალს დავუნახე და მივხვდი, რომ აქეთაც იქნებოდა. გოგო, დავაგევნოთ ბერძნული სიმინდი? შენ ყველაზე მაგას იძახი. სამხეთი არ მომეწონა. მე ძალიან მომეწონა არა და ეგეთ გემრიელი სიმინდი რავი, არსად არ გამისინჯავს. პირადად მე ეს არის 10-დან 10. ვეღარ დავასრულე, ის მინდოდა რა, მოხარშული უფრო მინდოდა.
ის პროდემრიელია. გავჩერდით პაწიახანი. ღამის ზღვა არის ძალიან ლამაზი. და სასიამოვნო მოსასმენია. ამასობაში დავამუშავე ვიდეო და ავტვირთავ ახლა YouTube-ს. გათენდა მეგობრებო 15 სექტემბერი. ეხლა მივდივართ სანაპიროსკენ, მაგრამ სანამ წავიდოდით, ცოტა ადრე გავიღვიძე, რომ 75-დღიანი ჩელენჯის ვიდეო დამეგო და მე დანარჩენი დღე თავისუფალი მქონოდა. და ძალიან მიხარია, რომ უკვე მოვასწარი და ავტვირთე. ეხლა კიდე მივდივართ სანაპიროსკენ, დღეს რაღაცა საინტერესო სანაპირო უნდა მოვინახოთ. გიომ გვეთხოვა მანქანა და მივდივართ ეხლა და ისეთი ლამაზი ხედებია. ამას შეხედეთ. მოვედით ეხლა სანაპიროზე. ცივია? არა ვეჩვევი. ჩადე მიდი. ჩაწყუმბალავდი. დიდი ბუბი თავით გადახტი ეგრევე. ჩახტი. მიდი 1 2 და 3 წავიდა. მიდი ბუბი. გაცურე მიდი პატარა. მიდი გოგო. მიდი აღარ არის ცივი ვსო. ერთი წუთია უკვე ჩასასვლელად ვემზადები. მიდი ბუბი, შენ ამას შეძლებ პატარა. წავიდა. 1 სამთლაზე. 2 და 3. აბა. ო. აუ ესეთი ცივი გონი არ არის როგორც დღეს. უკვე ტივტივებ. ძალიან სწრაფად იქნევ ფეხებს და ხელებს. ყვილად ხარჯავ ენერგიას. ნელაქენი პირიქით. ჰაერო უნად პატარა. რა დაინახა ჩემო თვალებმა? აკა. როგორ მიყვარს? ძალიან კაია. შემწყარზე კაია. მოხარშული უკეთესია, ხო? ჩანს. ვარდისფერი ფლამინგო. მოიცა. აი, ეხა მოbrunდა. რა მაგარია. კარგად ვიბანავეთ, კარგად დავიხალეთ და ახლა მოვედით აი ამ ადგილას. ბატა უნდა გადავიღოს ფოტოები, ნახეთ რა შევამჩნიე. ადამიანის პროფილს არ გავს. თუ მეჩვენება. მანდ უნდა გადავიღო ფოტო. ცივია? გაყინულია. შემოვედით ახლა ლითლში და რაღაცა პროდუქტები უნდა ავარჩიოთ და წავიღოთ სახლში. ეს რა არის? ძალიან ბევრია, თორე კი მაინტერესებს გასინჯვა. საზამთრო მომენატრა ძალიან და ერთი პაწია საზამთრო ავიღე. აი იმ ქლიავს წონითაც მივაგენი და 4 წელი ავიღე რომ გავსინჯო. ჩვენს ფავორიტ პროტეინების თაროსთან მოვედით. აი ესენი ღირს 1 ევრო. ხო. არომატი. ვეგანურები კიდევ უფრო იაფი ღირს 75 ცენტი. ეს ევრო და 19. არის პროტეინის ნამსხვრები, პროტეინის პურები, აქ არის სალათები, ეს არის მიქსი სნექი. ეს არის ნუთელა, პროტეინის კარაქი, შოკოლადის, აქ გვაქვს ჩიფსები. 6 გრამი აქვს მხოლოდ შაქარი და 400 გრამიანი პროტეინი, სულ რაღაც 12 ევრო. მოვედით ახლა პროტეინის პუდინგებთან. ერთი ცალი მინდა რომ ავიღო და რომელი არომატი ავიღოთ, რომელი არ მაქვს გასინჯული. აბა ეს რა არის? კლასიკია წერია ამას. როგორც შევამჩნიე, აქ ეს ბრენდი Milbona არის საკმაოდ პოპულარული, იმიტომ რომ პროტეინ პუდინგები არის თითქმის სულ მაგის. და ეს შეფრთხვა მომეწონა, იმიტომ რომ ვანილი და შოკოლადი ერთადაც წერია და რაღაცნაირი შერეულია და ლამაზია, ესე იზიდავს თვალს და მოდი ამას გავსინჯო. აქ ხო იცით Lidl-ს საკმაოდ დიდი განყოფილება აქვს ფუნთუშეულისთვის. აქეთ არის ტკბილი ვერსიები და იქით არის ცოტა მარილიანი და ყველაფერი ღირს უიაფესი. რომას იღებობი? აი სოსისები რო გიყვარს ხოლმე, სოსისი ამას აქვს. უფ, ისეთი გემრიელი სუნი დგას. ეხლა ნახეთ ეს პური ღირს 95, ეს ღირს 35. ძალიან იაფია პურები, აი ძალიან. ეს 60 ღირს, ეს 75 ცენტი. ძალიან იაფია. ვაიმე, ეს რა არის? ეს ღირს 43 ცენტი. აქეთ ესეთი გემრიელობა დონატები, ესენიც ძალიან იაფია. გიჟდები ისე მიყვარს, ნახეთ რა გემრიელობები. აუ ნახეთ რა ვიპოვეთ. შოკოლადის ის არის რა ქვია, ნაყინია, ოღონდ მაღალი პროტეინის შემცველობით. ვაიმე, ეს არასდროს არ გამისინჯავს. Lidl-ში ვიყავით უკვე, ვიყიდეთ რაღაცები და ეხლა მოვედით მეორე მაღაზიაში, აქ უნდა ვიყიდოთ შემწვარი ქათამი. უკვე დაზაპირებული გვაქვს, სად რა არის. ქათამი არის ხოლმე აქ.
იმ დღეს აღარ იყო რომ მოვედით და ეხლა ვფიქრობდით ეხლა თუ დაგხვდებაო და დაგხვდა. აი ნახეთ მთელი ქათამი ღირს 9.77 და თუ უფრო პატარა ქათამია შესაძლოა უფრო პატარა ფასიც აქვს. აი ახლა მაგალითად 7.56 მეტრი ღირს. მზა საკვებიდან დღეს ეს ავარჩიე არის საქონლის ხორცი ბრინჯთან ერთად. ეს ბრინჯი ცალკე ვიყიდე გუშინ და ძალიან გემრიელი იყო და ეხლა საქონლის ხორცთან ერთად ვიყიდით. ეხლა გვინდა ჩვენ წვენები, ძალიან გემრიელი წვენები აქვთ. გუშინ დავლიეთ და ძალიან კაი წვენებიც ავიღეთ. აი აქ არის საკმაოდ ბევრი წვენი. აქ რა თქმა უნდა არ ვაკონტროლებთ კვებას და ვსვამთ წვენებსაც, ასე რომ ყველაფერი ავიღეთ. ხო, როგორ მიყვარს ჭამის დრო. გავხსნათ აბა ჩემი გემრიელობა. აკაკაკა. გემრიელად შევჭამი. მე მიყვარს ბრინჯი. ოღონდ თავარია ჩემი გაკეთებული არ იყოს. აია. დადგა ეს ბედნიერი მომენტი. რამოდენი ყოფილა? 5 ცალი. ერთი ბატონ ბატას, ერთი ქალბატონ ხატოს. ძალიან გემრიელია. 10-დან 10. გამოვიბრანჭე მეგობრებო, გამოვედით ახლა გარეთ და ჯერ უნდა ვნახოთ დღევანდელ ფესტივალთან დაკავშირებით რა ხდება. მე ცოტას რომ გავისეირნებთ, უნდა გადავიდეთ მეორე ქალაქში, მარმარაში, რომელშიც ერთხელ უკვე ვიყავით. გარედან გაჩვენებთ ახლა რა ხდება, რაღაცები იყიდება. აქ სამკაულებია გამოტანილი. აქაც გემრიელობებით კბილეული იყიდება. აქეთ საბავშვო სათამაშოები, აი ჩემთან რო არის ხოლმე სოფელში აღდგომა, ზუსტად ეგ სიტუაცია. რაღაცები იყიდება. აქეთ ისევ გემრიელობები და ამით დასრულდა. მოვედით მარმარაში და ეხლა ვეძებთ აქ თუ იქნება რაიმე ან კოქტეილ ბარი, ან რაღაცა კლუბის პონტი, რომ იქ შევიდეთ. იმიტომ რომ ძირითადად სულ რესტორნებია და ისეთი ნარნარა ქალაქია. კლუბი არ ამგონია იყოს. რაღაც ისეთი სიტუაციაა რა. ერთ პერიოდი გახსოვთ საპნებზე რომ გიჟდებოდი და რომ ვაგროვებდი. მე ძალიან ბევრი შევაგროვე და რაღაცნაირად ინტერესი ამოუწურე და ეხლა დიდად აღარ ვგიჟდები. აუ ნახეთ რა უნდა ვიყიდოთ. დღეს მოვიწყინეთ სანაპიროზე რა. ხო და იქ ერთი წყვილი იყო. თამაშობდნენ კარტს და უმეთქი რა მაგარი მოფიქრება კარტი მეთქი და ეხლა რო გავიარეთ მითოლოგიური კარტებია აქ ნახეთ. აი ესეთი უნდა იყოს შიგნიდან. ხო და რაღაცნაირად სამახსოვროდ გვექნება აქედან რომ წავიღოთ და თან ხვალ სანაპიროზე რო გავალთ, იქაც გამოვიყენებთ. ვაუ! რა მაგარია! რა მაგარია. არგონავტები. ეს ალბათ ზევსი. არა, პოსეიდონ. აწერია. ჰერა. ჰერა. ოპა, რაღაცას მოვაგენით. აი, ეს ადგილი ავარჩიეთ. ნახეთ, ნახევრად წყალშია. ჩვენ როგორც ალკოჰოლის არამოყვარულმა ხალხმა შევუკვეთეთ, ეს არის მანდარინისა და ბერგამოტის სოდა და პატარ შევუკვეთა ფორთოხლის ფანტა. ისევ საოცრად თითქოს ალკოჰოლია. გამოვედით მეგობრებო. ძალიან წყარი სიტუაცია იყო. არც საცეკვაო სიტუაცია იყო და არაფერი და მე ცოტა ისეთი ვიდოდა აქტიური, ამიტომ რახან ეგ ამბავი არ ხდებოდა. გამოვედით, გავისეირნებთ და ფოტოებიც დიდად კარგი ვერ გამოვიდა. ამიტომ ეცდები რომ გარეთ გადავიღო. შევიპაროთ შარვი. ნახე რა მარტივია შეპარვა. უბრალოდ აქ ფეხს დაადგამ და всё შიგნით ხარ. აუ ამის დაპარკინგებას მეხუმრები ვო. ხა ის ყავდეს ახლა ხო შეიძლება იცი. მათალი ხარ რა. ათალი ხარ არა. აუ რა ლამაზია. საერთოდ არ ჩანს კამერაში რა ლამაზიც არის. ხსენეთ აბნელებს ეს კამერა, ნახეთ. ახლოდან. So pretty. შარ ნახე რა კაი რა ოთხი. ო. კი. ეს გინდა? არა. აბა ის გინდა. გათენდა ჩვენი საბერძნეთში ყოფნის ბოლო დღე. დღეს მივდივართ კასტრი ბიჩზე. ესეც დავსერჩე და ვნახე რომ ძალიან ლამაზი სანაპიროა. იქ გავატარებთ დღეს. საღამოს მერე გამოვალთ, აქ გავისეირნებთ კიდევ ერთხელ. და ხვალიდან უკვე დავბრუნდებით საქართველოში. მოვედით, აი ასე გამოიყურება კასტრი ბიჩი.
ვიყიდეთ ატამი და ვიყიდეთ ფორთოხლის წვენი და წყალი, რომ ატამი გავრეცხოთ. პატავერიტანს მანქანა რო არის ხოლმე გაჩერებული მზეში და ეხლა ეს ადგილი ვერ დავინახეთ, რომ მოვედით და იქით გავაჩერეთ მზეში და რო გამოვიარეთ ეს ადგილი დავინახეთ და სასწრაფოდ გადმოაყენა. ესე ძალიან თუ ვინმე უვლის მანქანებს, არ ვიცი მართლა. გიჟია ჩვეულებრივი. ნახეთ რა წყალია. აუ ეს უფრო მოგეწონება. თან რამხელაზეც არ უნდა შეხვიდე, დიდად არ ღრმავდება. გული გულოსო პრესი სხვაზეც კეთდება ხო ბადარა ეხლა უნდა გავტესტოთ გუშინ ნაყიდი კარტი და მე და ბუბლამ უნდა ვითამაშოთ. როგორ მოგიგო ძალიან თუ პროსტო აუ მასე რატო თქვი? აუ დავებს არ ვართ. ხო 1 2 და 3 მოდი გულები ჩემს კარტებში ნუ იხედები რა. არ ხედები უბრალოდ ვიცი ვავები ჩამოხვედი? ხო ბადარა Baby shark tuk-tururuk turuk baby shark tuk-tururuk turuk ჩემი წაყვანილი კარტები მაიხე ისე წაგი მე აგურები გაგატანე მე შეყავს მოხდა ავეგენს უნდა ვიმახსოვრო ხო? აი დაიკიდე მასე იმათ უნდა იმახსოვრო ითამაშე ახლა მე მოვდივარ 4 გულს აუ ეს უკვე მაიმუნური და ტახურისლა რომელსაც ხათობაია მოიგერიებს Baby shark tuk-tururuk turuk 8:59 ანუ მოვიგე? უნდა დავითვალოთ ხათობაია მოიგო ხათობაია 23 ერთი გულით მოვიგე ერთი გულით მოვიგე გავათავე ლავაში არ მინდა დამაჯი დავისვენეთ კარგად გამოვედით ახლა და აი ეს რესტორანი ძალიან მოგწონდა პირდაპირ ზღვის სანაპიროზე არის აქ ბულვარში და თან გუშინდელი ჩემი დაბადების დღის დინერი რო არ შედგა იმიტომ რომ ცოტა ისეთი ადგილი იყო გადაწყვეტა რომ დღეს ავინაზღაუროთ ეს ამბავი ეხლა მოგვიტანენ მენიუს და ავარჩიოთ მოგვიტანეს გემრიელობები ეს არის ბოლონეზე ეს არის კარბონარა აქ არის ანჩოუსი ქვია თუ არ ვცდები ამ თევს გიჟდები ისე მიყვარს და ძალიან მინდა და რაც ჩამოვედი იმის მე ვფიქრობდი მინდა თქო და შევუკეთეთ ვაიმე ნიუ გემრიელი ამას თბილისში შეგეწო ხოლმე შევიწი ხომ გააყარე ეს ყოლი კიდე გავცვალეთ თებშები და მე ხომ დავაგემოვნებ კარბონარას ზედმეტად გემრიელია 10-დან 10-ია ბუბი ბოლონეზზე რას ვიტყვი კარბონარას მე 5 ქულას დავუჭერდი ლიმონი მიყვარს ძალიან და სადაც არ უნდა ვიყოთ ხოლმე ყოველთვის ლიმნის წვენს ვიღებ და ყველაზე გემრიელი აქ მოიტანეს მოკლედ 10-დან 10 დამოვიწყდა რომ აქ რო ჭამს საბერძნეთში ბოლოს მოაქვთ ხოლმე სრულიად უფასოდ ესე დესერტი და უკვე დგებოდი ჩვენი ბიცვამდი ჟაკეტს და უცებ ეს მოგვიტანეს ძალიან გემრიელი ვანილის არის გემრიელესია ძალიან აი ეხლა მაყოფილი ვარ ბუბი ჩემი დაბადების დღის დინერი შედგა ერთი დღით მოგვიანებით მაგრამ შედგა ფოტოებიც გადავიღე გემრიელადაც ჭამე დესერტსაც ჭამ ძალიან მაყოფილი ვარ მეორე დღეს უკვე დავბრუნდით საქართველოში ძალიან მოვიჩქაროდით და ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდით თბილისში ვინაიდან უკვე იყო 18 სექტემბერი 22 სექტემბერს იცით ალბათ რომ დედაჩემს აქვს დაბადების დღე შესაბამისად 18-დან 22-მდე ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის რომ ჩემი საჩუქარი მომემზადებინა ალბათ უკვე ნანახი გექნებათ ვიდეო სადაც დედაჩემს ვაჩუქე მანქანა თუმცა თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ ძალიან კარგი ვიდეო ქუთაისში ჩამოვფრინდით გამთენის 2 საათზე და ვინაიდან ძალიან ბევრ დროს დავკარგავ
გავდით სახლში მისვლით, გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისიდან პირდაპირ რუსთავში წავსულიყავით. ასეც მოვიქეცით დაახლოებით გამთენის 5 საათზე უკვე ვიყავით რუსთავში და ჩავდექით რიგში, რომ ყველაზე პირველები ყოფილიყავით განბაჟებაზე. არ ვიცი ამას თუ ძილი ჰქვია, მაგრამ რამდენიმე საათით გვეძინა მანქანაში და დილის 10 საათზე უკვე შევედით განბაჟებაზე. ავიღე ნომერი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა რომ ამეღო, განმობაჟეთ მანქანა და წამოვედით სახლში. მომდევნო 4 დღის მანძილზე კიდევ კარგად მოვაწესრიგეთ მანქანა და საბოლოოდ 22-ში ჩავუყვანეთ დედაჩემს. დიდი მადლობა რომ უყურეთ ვლოგს, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა და მომავალ შეხვედრამდე.